ეხლა წულუკიანს რომ უყურებთ თქვენ, რომ არის ამ პარლამენტის უმრავლესობა და რა სიტყვებითაც ლაპარაკობს ორღობის დედაკაცის ენაზე იწყება ყოველდღიურად. და რო გვიჩვენებენ რომ ოპოზიციის ლიდერი არის ამ ქვეყანაში სოზარ სუბარი. სოზარ სუბარს ქვია, ეხლა რა ვიცი, ამ პარლამენტში ეს პარლამენტი უფრო რატო ცირკია. მიჭირს ამაზე ერთის მხრივ სწორია რომ ოპოზიცია რა თქმა უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ მეორეს მხრივ რასაც ჩვენ ყოველდღე უყურებთ რომ ღუდუშაური და რა ვიღაცა გამოდიან ადამიანები რომლებიც საერთოდ ეჭვი შეგეპარება ხანდახან რომ ჰომო საპიენსის იქიდან არიან, ჯიშიდან არიან, ძალიან გავს საქართველოს პარლამენტი საცირკო წარმოდგენას. ნუ არ ვიცი ხა, ნუ სადაც ყავლაშვილი არის პრეზიდენტი, რატომ უნდა გაგიკვირდეს სადმე ვინმე რამე რო არის, მაგრამ სოზარ სუბარი არის ოპოზიციის ლიდერი. აი ხა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დანიშნა თავისი ცოლი ვიცე-პრეზიდენტად რამოდენიმე წლის წინ თუ იცით მეხრიბანალიევა დანიშნა რამაკო დასამალი და დანიშნა პირდაპირ ცოლი ვიცე-პრეზიდენტად. ეხლა მე აღარ ვიცი შეიძლება სიმამრი კიდე დანიშნა რაღაცა და გადაასწრეს, გადავასწარით აზერბაიჯანს, ესე იგი ამ ხელისუფლების ყველაზე თავგამოდებული, ესე ვთქვათ, მომხრე, რომელსაც გადათხოვებული აქვს მუხლები ივანიშვილის, ესე ვთქვათ, ივანიშვილზე ლოცვაში ყოველდღიურად, ეს კაცი არის ოპოზიციის ლიდერი, რა ვიცი.